ამ განცხადებებს უკვე მოყვა გამოხმაურებები თბილისში. ნათია ორველაშვილი ესაუბრა ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ნათია, როგორ პასუხობენ თბილისში კარასინის და ჯიოევის ბრალდებებს? დიახ, ოპოზიციური სპექტრი და ხელისუფლების წარმომადგენლებმა უპასუხეს დღეს ამ ბრალდებებს. ჩვენ პირველ რიგში დავინტერესდით რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ქეთი ციხელაშვილის პოზიციით. ის არის ჟენევის მოლაპარაკებებში ჩართული. ქეთი ციხელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეების სამოქალაქო სექტორის და ამ შემთხვევაში ჟურნალისტების რეაქცია რუსეთის ქმედებებზე აბსოლუტურად ადეკვატურია. ის ასევე დასძენს, რომ ამ ვითარებაში აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება. ქეთი ციხელაშვილი 2 დღის წინ დვანში იმყოფებოდა და როგორც ჩვენთან საუბარში მან თქვა, მან ეს ანგარიში უკვე გადაუგზავნა ჟენევის მოლაპარაკების მონაწილეებს. თავდაცვა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მშვიდობიანმა პოლიტიკამ რუსეთი ჩიხში შეიყვანა და ახლა ის თავად ცდილობს, რომ ხელოვნურად დაძაბოს რეგიონში ვითარება. რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, დავით დარჩიაშვილი ხელისუფლებას მეტი პრინციპულობისკენ მოუწოდებს. ჩვენს თანათავმჯდომარებსა და თანაფასილიტატორებს ჩვენი ვიზიტის შესახებ გავგზავნეთ ანგარიში და მივანიშნეთ, რომ ნამდვილად არსებობს, ასე ვთქვათ, სერიოზული პრობლემები, მათ შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით გამოწვევებს ქმნის არა სხვა რამ, არამედ სწორედ მავთულხლართების გავლება და რა თქმა უნდა, ამას აქვს ძალიან სერიოზული ჰუმანიტარული შედეგები. აქედან გამომდინარე, მათ მოუწოდეთ, რომ გააკეთონ მკვეთრი შეფასება და გააგრძელონ ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე იმისათვის, რომ ეს პროცესი შეწყდეს. ჩვენი ხელისუფლების ახალმა პოლიტიკამ რუსეთთან მიმართებაში თვითონ რუსეთი მოაქცია ჩიხში. ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა ერთგვარად რუსეთს ხელს უშლის თავის პოლიტიკის განხორციელებაში, რაც დაგეგმილი ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებიდან მოყოლებული. ამიტომ ის ერთგვარად გამოუვალ მდგომარეობაშია და ცდილობს, რომ ამ ჩვენ მშვიდობიან პოლიტიკას ხელი შეუშალოს, ხელოვნურად დაგვიბძაბოს სიტუაცია. უხეშად ირღვევა როგორც ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, ისე 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმებები. და ამ დროს საუბარი იმაზე, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის და არსებობს რაღაცა სახელმწიფო, რომელიც თავის საზღვრებს მარკირებას უკეთებს, არის ცინიზმი და სრულიად ასე ვთქვათ, ღია იგნორირება ყველა იმ ცდელობისა, ვითომ და დათბობისაკენ მიმართულის, რასაც ქართული ხელისუფლება ახორციელებს. აი ასეთია ქართული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელთა პასუხი ჯიოევისა და კარასინის განცხადებებზე. რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ უწყებაში დღეს საკითხზე კომენტარი არ გაკეთებულა. დიდი მადლობა ნათია ორველაშვილი.